შეხვედრილ ხართ გაბოროტებულ ადამიანებს, რომლებსაც შველა სჭირდებოდათ. თუმცა ვერ გაგიბედავთ თქმა იმისა, რომ მათთვისაც არსებობს იმედი. ან კი გეყოფათ სიყვარული იმისათვის, რომ გულწრფელი თანაგრძნობა და სიბრალული გამოიჩინოთ, ბნელში მყოფთა მიმართ და ქრისტეს მიტევების შესახებ აუწყოთ. დღეს რწმენის გმირის დევიდ უილკერსონის შესახებ მოგიყვებით, რომელმაც თითქმის შეუძლებელი შეძლო ღმერთის მოწოდების გულისათვის. დევიდ უილკერსონი 1931 წლის 19 მაისს დაიბადა ინდიანას შტატის ქალაქ ჰემონდში. ის იყო ქრისტიანი 50-იანელი მქადაგებლის ოჯახში დაბადებული მეორე ვაჟი. დევიდი პენსილვანიაში, ბარნსბოროში გაიზარდა. როგორც თავად ამბობდა ბიბლიებით სავსე სახლში. მისი მამა და ბაბუა ღვთისმსახურები იყვნენ. ახალგაზრდა უილკერსონმა ქადაგება უკვე 14 წლის ასაკში დაიწყო. სკოლის დამთავრების შემდეგ მისურის შტატ ქალაქ სპრინგფილდში მდებარე ბიბლიის კოლეჯში დაიწყო სწავლა. 1952 წელს კი ხელდასხმული იქნა ღვთისმსახურად. 1953 წელს უილკერსონმა გვენდოლინ როუზ კაროსზე იქორწინა. ის 5 წელს მსახურობდა პენსილვანიის შტატში, სკოტდეილისა და ფილიპსბურგის პატარა ეკლესიებში. ერთი შეხედვით მას ეკლესიის ღვთისმსახურის ხანგრძლივი ცხოვრება ელოდა წინ. თუმცა ასე არ მომხდარა. დევიდი მოუსვენარი ბუნების იყო და ამავდროულად დაუოკებელი წყურვილი ჰქონდა იმისა, რომ უფრო მეტად შეეცნო ღმერთი და მეტად მორჩილი ყოფილიყო მისი. 1958 წლის ერთ მშვენიერ დღეს უილკერსონმა ერთ-ერთ ჟურნალში 7 მოზარდის სურათი ნახა, რომლებიც მხეცური მკვლელობისათვის უნდა გასამართლებულიყვნენ. ისინი ნიუ-იორკის ცნობილი ბანდების, ეგვიპტის მეფეებისა და დრაკონების წევრები იყვნენ. დევიდმა იგრძნო, რომ ღმერთი მოუწოდებდა წასულიყო და ამ ბანდებისათვის ეკადაგა ღვთის სიტყვა. მოგვიანებით წერდა, რომ იგრძნო, როგორ აღზრავდა სულიწმინდა მასში თანაგრძნობას ამ მოზარდების მიმართ. ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ უილკერსონი მაშინვე სასამართლოში მივიდა, სადაც ამ მოზარდების საქმის განხილვა მიმდინარეობდა და მოსამართლეს თხოვა, ნებართვა იმისა, რომ მოზარდებისათვის ქრისტეს სიყვარულის შესახებ ეთქვა. თუმცა მოსამართლე მის დარბაზიდან გააძევა. სასამართლო პროცესით პრესაც დაინტერესებული იყო და იქ მისული უილკერსონი თავის დაუნებურად ნიუ-იორკის ჟურნალ-გაზეთების მთავარ თემად იქცა. ეს ამბავი ტელევიზიებმაც გააშუქეს. უილკერსონის შემდეგ ცნობილი გახდა როგორც ბიბლიის მქადაგებელი, რომელმაც ბანდის სასამართლო პროცესს შეუშალა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დარბაზში მოზარდებთან ლაპარაკი ვერ შეძლო, ამ ამბავმა მის წინაშე გზა გახსნა იმისათვის, რომ ბანდების წევრი ახალგაზრდებისათვის ქრისტეს სიყვარულის შესახებ ეუწყებინა. ასე გახდა იგი ქუჩის მახარებელი, რაც საკმაოდ სახიფათო წამოწყება იყო. თუმცა ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. უილკერსონის მსახურების მეშვეობით ქრისტესკენ მოქცეულ ბანდის წევრებს შორის ყველაზე ცნობილია ნიკი კრუზი, რომელიც ნიუ-იორკის ყველაზე საშიში და სასტიკი ბანდის, მაუ-მაუს მეთაური იყო. ნიკი მოგვიანებით თავადაც სახარების მქადაგებელი გახდა და დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი „გაიქეცი პატარა, გაიქეცი“. დევიდ უილკერსონს ეროვნული აღიარება მოუტანა ჯონ და ელიზაბეთ შერილებთან თანაავტორობით დაწერილმა ავტობიოგრაფიულმა წიგნმა „ჯვარი და დანა“ უილკერსონის ქუჩის მსახურების შესახებ. წიგნი 1963 წელს გამოიცა და მალე ბესტსელერადაც იქცა. 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. 1960 წელს ბრუკლინში უილკერსონმა დაარსა ქრისტიანული სარეაბილიტაციო პროგრამა Teen Challenge ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულთათვის. დღეისათვის უკვე ამ პროგრამის 250 ცენტრი არსებობს ამერიკის 48 შტატში, 1000 ცენტრი კი 95 ქვეყანაში. 1967 წელს დევიდ უილკერსონმა ახალგაზრდული სამახარებლო მსახურება დაიწყო, რომელიც მიმართული იყო საშუალო კლასის მოზარდებისადმი. მახარებელი მიზნად ისახავდა იმას, რომ დაეცვა ეს ახალგაზრდები, რათა ისინი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლის მოხმარებას არ გაეტაცა და ძალადობაში არ გადაშვებულიყვნენ. 1971 წელს უილკერსონმა დაარსა ორგანიზაცია World Challenge, რომლის მიზანიც იყო სახარების გავრცელება მთელ მსოფლიოში. უილკერსონი იხსენებდა: 1986 წელს
შუაღამისას 42 ქუჩაზე მივდიოდი და გული საშინლად მტკიოდა ნანახის გამო. ტაიმს სკვერი ძირითადად მეძავებითა და სუტინიორებით, სახლებიდან გამოქცეული მოზარდებით, ნარკომანებითა და ჯიბის ქურდებით იყო დასახლებული. და აქვე მრავლად იყო კინოს სახლები, სადაც პორნოგრაფიულ და ძალადობრივ ფილმებს უშვებდნენ. მივდიოდი და ვხედავდი, როგორ მოიხმარდნენ კრეკ კოკაინს 10-12 წლის ბავშვები. ღმერთს შევღაღადებდი, რომ რამე მოემოქმედებინა. რამე რათა ამ ფიზიკურად ღატაკ და სულიერად მკვდარ ადამიანებს დახმარებოდა. ვტიროდი და ვლოცულობდი, ღმერთო, შენ დაამოწმე ამ ჯოჯოხეთურ ადგილზე. პასუხად ღმერთმა მას ისევ ნიუ-იორკში მსახურებისაკენ მოუწოდა. უილკერსონმა Times Square-ის ეკლესია დააფუძნა. როგორც თავად ამბობდა, ფიზიკურად ღატაკი და სულიერად მკვდარი ადამიანების დასახმარებლად. ეკლესია დაარსდა 1987 წელს და 2001 წლამდე მისი ხუცესი თავად უილკერსონი გახლდათ. დევიდ უილკერსონი არ ქადაგებდა რომელიმე დენომინაციის სახელით. მისთვის მთავარი იყო ექადაგა ბიბლიის თანახმად, რათა ადამიანები მოქცეულიყვნენ უფალ იესო ქრისტესაკენ და დაეწყოთ ღმერთის ძიება. ის ამბობდა: მე არ ვქადაგებ რომელიმე დენომინაციის მოძღვრებას. ეს ეკლესია არც ერთ დენომინაციას არ ეკუთვნის. ჩვენ არ ვართ არც 50-იანელები, არც ბაპტისტები, არც მეთოდისტები და არც კათოლიკეები. ჩვენ ვართ სულიწმიდით ახსილი ხალხი და გვწამს ბიბლიის. თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში დევიდ უილკერსონი მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და ქადაგებდა ქრისტიანულ კონფერენციებზე. ამხნევებდა ქრისტიან ღვთისმსახურებსა და მათ ოჯახებს, რათა მათში ქრისტეს მსახურების მოშურნეობა განახლებულიყო. 2011 წლის 27 აპრილს 79 წლის დევიდ უილკერსონი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის ქადაგებდა და ასწავლიდა ღვთის სიტყვას და წერდა წიგნებს. ის არის ავტორი 30-ზე მეტი წიგნისა. უკანასკნელი სათქმელი, რომელიც მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა თავისი ერთ-ერთი მსახურების ვებგვერდზე, ასეთია: თქვენ, ვინც შავეთის ველზე დადიხართ ახლა, ისმინეთ ეს სიტყვები. გოდება ბნელ და საშინელ ღამეებში გაგრძელდება. თუმცა ამ სიბნელეში მალე გაიგონებთ მამის ხმას. მე შენთან ავარ. ახლა არ შემიძლია იმის თქმა, რატომ ხდება ასე, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერს მიხვდები. დაინახავ, რომ ეს ყოველივე ჩემი გეგმის ნაწილი იყო. ეს არ იყო შემთხვევითობა. შენ არ დამარცხებულ ხარ. მტკიცე დიდექი. ნება მომეცი ხელები მოგხვიოთ კივილის ჟამს. საყვარელმა, ღმერთი არასდროს დამარცხებულა. ის მუდამ სიკეთითა და სიყვარულით მოქმედებდა. როცა ყველა ღონე უძლურია, მისი სიყვარული იმარჯვებს. მტკიცეთ ჩაეჭიდეთ თქვენს რწმენას. მტკიცეთ იდექით მის სიტყვაში. სხვა არავითარი იმედი არ არსებობს ამ ქვეყნიერებაზე. დევიდ უილკერსონი.